მოკლედ ექსპრონტად ვლოგი დაუგეგმავად დღეს მოწეთ მანქანა ღიაროს ისე თუ ასე კაი არა მოკლედ ექსპრონტად ვლოგი დღეს არ იყო დაგეგმილი ვლოგი იმიტომ რომ გარეთ არის საშინელი ქარი და ვიფიქრე რომ ამ ქარში ვერაფერს ვერ გადავიღებდი ან ამ დღეებში მინდოდა ისეც ქალაქში და ძალიან საინტერესო რაღაც ვიდეოები გელოდებათ იმიტომ რომ რაღაცეები დაგეგმილი მაქვს არა მარტო ერთხელ არამედ რამდენიმეჯერ ამიტომ არ მქონდა დაგეგმილი მაგრამ ამ ეხლახან ჩემი მეგობარი მოვიდა მოკლედ იტალიიდან ჩამოვიდა და მომიტანა ანუ იტალიიდან რამდენიმე დღეა ჩამოვიდა და უკვე ჩვენ ერთმანეთს პირველად გვეშოვხდით მაშინ არ უბრალოდ არ გადამიღია რადგან პირველად ნახე თითქმის ერთი წელი იყო წასული და ანუ არ მინდოდა რომ ეგრევე და ამერით ხوار იმას ვიზამდი და არა და ეხლა მეორეჯერ მესამეჯერ ნახე და მომიტანა საჩუქრები რაც ფანტაზია ქონდა მოკლედ იტალიიდან ჩამთვით ამის გარდა კიდე მომიტანა მან რაღაცა მაგრამ მაგას არ გეტყვით იმიტომ რომ ეს ისეთია პირადულია და მაგიტომ მაგრამ ეხლა კიდე მომიტანა ესეთი საჩუქარი პატარა ესეთი ჩანთა კლაჩი რომელიც ეს თუ ამაზი თვლებით არის გაწყობილი და არის გამჭვირვალე თითქმის მიცეხა შიგნით შუქურ და შიგნით გაჩვენებთ თოხენი შიგნით არის ესეთი ეს ისინი გამჭვირვალეა შიგნით თქმის ისინი მარკები უდევს მოყვება თავისი ესეთი გრძელი სახელო ჯაჭვის, რომელიც შემდგომ დავკიდო, ეს ჩულებრივად და ესეთი ძამამაზი, ესეთი გადასაკიდი იქნება მოიცადეთ. ახლა ოჩთაგვირო დავკიდო. თუ დავკიდე, სპასაკაი. აი აქ დასაკიდები. ძამამაზი. ახლა ბებიაჩემს მოდის იმასაც რაღაცები დავაბარე. თორე მოკლედ, რავი, აი ეს მოკლედ. მე გავუკეთებ, საერთოდ არ მიჭირდება რომ დავუკეთებ, იმიტომ რომ მინდა შევინახო განსაკუთრებული მომენტებისთვის და სადმე მომიწევს წასვლა და რაღაც სამსკაბის ჩაცმა თუ მეღირსა. ეგეთი სიტუაცია არ ვიცი, შეიძლება ქორწილში ვინმესი ან არ ვიცი ვინმე სადმე დამპატიჟოს. არ ვიცი, აი ეს ლამაზი ის და კიდევ მომიტანა ეს აქ არის პატარა საჩუქარი. აქ არის სამაჯური, როგორც მითხრა არის სულიად დაგუქული. შოფუთული არ გავხსენი. იმიტომ რომ ვუთხარი რომ მეთქი მოდი ვლოგში ვაჩვენებ და იქ გავხსნით ხო და კაიო და ხდებს ძალიან ვაიმე რა საყვარელია so cute ნახეთ აი პატარა გული აქვს ნახეთ რა საყვარელია ძალიან მომწონს პატარა გული რო კიდია ჩარმი. ნახეთ რა საყვარელია. ფიქრობ რომ ძალიან იქნება. აი აქაც იქნება ძალიან. ხამდე რო გავიკეთო. ნუ ახლა არ გაჩვენებთ, მაგრამ რამის აი სადმე რო წავალ ამ დღეებში რო ვაპირებ წასვლა, შეიძლება რაიმეს შევუხამო. ანუ რამის აუცილებლად შევუხამებ და მე გაჩვენებთ როგორი იქნება. ნახეთ ძალიან ეს პატარა გული რა საყვარლობა. ძალიან მომწონს. მადლობა ნიკო, ნუ ნინი იცით ყველა, იმიტომ რომ ჩემს ვლოგებში ძალიან ხშირად არის ხოლმე და განსაკუთრებით თუ გინახავთ აი თემუს unboxing-ი ჩემს მეგობართან ერთად, აი ეგ არის ნინი. ხო და აუცილებლად კიდე გავაგზავნებთ კონტენტს, იმიტომ რომ ერთადაც სადმე წავალ თავისუფლად გადავიღებ ხოლმე, აუცილებლად ეს საჩუქრები ჩავმიტანა. ხო და დღეს აი ამიტომ გადავწყვიტე ბლოგის გადაღება უბრალოდ რა გეგმაში საერთოდ არ იყო. ეხლა ცოტა ხანი ბებიაჩემს მოვა. დღეს მართლა რომ გითხრათ რაღაც საქმეები გავაკეთე. ძალიან ცუდი ამინდია, ჩვენთან კარგი ამინდია, ესე ერთი კვირა გადაბმოთ, კაი ამინდი არ ყოფილა ძალიან ცივა. ეს რომ აცვია ეხლა რომ ხედავთ, ამასაც წულის მოუხდება. რომ აცვია, ამაში ცივა და იქ მიდევს კიდე გადასაცვალები, რომელიც უბრალოდ გავიხადე რომ ვიდეოში ეს მწმოდა, უბრალოდ და ის არ მწმოდა. და ძალიან ცივა და ბებიაჩემ დღეს გადაწყვიტა რომ გარეთ გაემზეურებინა ისინი ყველაფერი ახლა გაჩვენებ. ხლის სტორიც გამოვა, მაგრამ ეს თხი და სხვა ოთახებიც ბევრჯერ გაქვთ ნახე აქ ლამაზი ჭაღირო კიდე რომელიც ანათებს მაშინ არის ძალიან მაგრამ ქანავს, იმიტომ რომ ქარი უბერავს გონი. ხო?
აი ეგ რა თქმა უნდა ხატების კუთხე გვაქვს. სხვა შორის ეს ხატების კუთხე ჩვენ მქონდა სულ სხვაგან. სხვა ოთახში, მაგრამ ჩვენ ვაკურთხეთ სახლი, ყავდა მამაო და მან აქეთ გადმოგვატანინა, აქ დაგვათქმევინა, რომ გვითხრა რომ აქ იყოს სწორი. ხო, და გარეთ კიდე არის ისეთი დროხას თუ ხედავთ არ შემჩნიოთ უბრალოდ ზუსტ თავისთვის საყვარლად. მოკლედ, ეგ ისე აივანია. თაც თუ გახვალთ, ძალმაზი ხედია სხვა შორის აივანზე. აი ისინი გაიტანებებო გასამზეურებლად. და აქეთ ჩემი ეზო კი მოგწონს, იმას შევეკითხათ, მაგრამ აი ეს ქარი აფუჭებს და ეს ღრუბლები აფუჭებს მთელს სიტუაციას. ნუ ეს ოთახი პრინციპში ნარახი გაქვს და ეხლა მე ისე დედაპრილოდ განახებთ უბრალოდ. ეს არის სასტუმრო ოთახი, რომელშიც არასდროს მძინებია. არ გამხადა ბებიაჩი მე მსხურს აქ დამეძინა. არასდროს ღირსებია, ეს არის მარტო სწორებისთვის და აქ რაც ჩემი რაღაც ეკრათ დევს ყოფილი ეს ჩემია, ის ჩემია, ეს ჩემია. ეს დაბადების დღეზე მაჩუქეს. ეს. ჰაი. ეს როგორ ვაკეთე ჩამოვხდა. ხო, ეს დაბადების დღეზე მაჩუქეს. ეს არ არის ჩემი დეჩო მეყიდა. ეს ბებია და ბაბუა მეზობელ მაჩუქეს. მოკლედ ქორწინების წლის თავზე აჩუქეს ბებოს და ბაბუს. ნუ ბაბუ ზუსტად ბაბუა, იმიტომ რომ ბაბუაში მგიჟდება ცხოველებზე და ძაღლებზე და ამიტომ ეს ბაბუა და ეს ბებია, რომელიც ქსოვს ხოში ბებია ჩემი, ძალიან კარგად ქსოვს და კერავს. ამიტომ ეს ბებია აქეთ ხონდა ჩემი სტატივი, რომელიც გამიტყდა და ახალი უნდა ვიყიდო. არის უზარმაზარი პანორამული მოკლედ პანჯარა, აი ეს მთლიანი აქ არ იყო ეს პანჯარა. ნუ იყო, მაგრამ ესეთი დიდი არა და ჩვენ მთლიანი კედელი აქ გამონგრეულია. ალბათ ხა არ მეთქვით რომ რამდენად სწორი იყო, მაგრამ სწორი იყო. აი უყურეთ, აი აქედან ნახეთ ცოტა ადგილია დარჩენილი, აქედან იქ ბოლომდე ეს მთლიანად გამოანგრიეს და არის უზარმაზარი პანჯარა, ანუ უზარმაზარი. ახლა ფარდას არ გადმოწე, იმიტომ რომ ბებია ჩემი მაჯუჯუხეთებს, იმიტომ რომ ეგრევე ხდება ხოლმე. და ეს ჩემია, დეიდა ჩემმა მაჩუქა დაბადების დღეზე ძალიან დიდი ხანი არაც მაქვს და ისიც ჩემია. აი, აქ მეც ვარ. ესეც ჩემია, ეს მაჩუქეს. ეს დათვი მაჩუქა მამა ჩემმა, როცა ვიყავი 10 წლის თუ 11 წლის, მგონი სადღაც მასე. 10-დან 11 წლამდე, ხო, სადღაც ეგრე, თუ 12 წლამდე ვიქნებოდი მაქსიმუმ. და მაშინ ნახებ მგონი მომჩიმი ერთხელ. და მაგაზე არ მინახავს, ანუ. მაგრამ ეს დათვი დამრჩა. ხო. და რატო, ანუ არ გამომიყენები არა, უბრალოდ მამაზია და მაინც დევს ხოლმე, თორემ ხა ეს რო გითხრადო ჩემთვის, რამე კარგ მოგონებასთან ასოცირდება არა. მაგრამ ნუ მაინც ვინახავ, რო იცოდეს. ნუ ახლა არ მგონია მომჩიმი უყურებდა ვლოგებს, მაგრამ მაინც. ხო. ეს ისტორია. აქ მოგეთ, ანუ ამ ოთახში არ მძინავს, მაგრამ ჩვენი ოთახი არა და აქ ესეც ჩემი დათვია ბავშვობის. ეს აფარდები ეხლა ვიყიდე და კიდე ახალი მოიტანა. არა, ეს აშკარად უკეთესია, მაგრამ რავი, ეს მილიონერო ნელიკო რა არის? მილიონერი ხარ ყოველ კვირაში მე არ გამიგია ფარდის გამოცვლა. მოვიდა ბები. ვაბა, გუთინა ვაიჩქუნა. არა და ეს ახალია ერთი კვირა თვე არ იქნება რომ ვიყიდეთ კაცო. დინთი იესხა. გამოიწია ბაბუა უყურებს ტელევიზორს. აქ იყო ნინი და ნანა. რა მომიტანე? ეს რა არის? დედა ვიყიდე და შევჭამე. ის არის შებურიე კიდო ატარინა. კენოვანი ხაჭაპური. გარეთ ნაყიდს რა მაჭმოს? მე არ ვჭამ გარეთ ნაყიდს. არ ვჭამ მე გარეთ ნაყიდი მგენს ხო იცი არა მე არ მიყვარს. ეს შენ არა. შენია. მარწყვი მარწყვი დეჩემო. აკრა მოგიყვანდა მადლიანო. ჩემი მარწყვი. ედალი ვიგუკან და ნანადამ მიიყვა.
იცი და მირეკა. მე გირეკავდი, უშენდა. არ გამიგია, იმიტომ რომ ყავს. არ დაგემართონ ჯარი სადგურში 1000 საათი ნახევარზე მეტი ვდგავარ. მა ვამიჩი, შურო ვაოყონანი ნას. აი. საფონები კიდო ხო იყო საფები. კი. აა. გაგახსენდა ხო? მალადეთ. საფონი კიდო თან. აი, და კაი სუნი აქვს. ამაზე ხა დავშაქრავ, ჩავდებ და მე კაია. მიყვარს. უკვე შემოსულია და. აი მე ნახე საწმენდის მომიტანეს. აი, საწმენდის. ურა კაია. ეს ოპასიც მე ვიტანე. აი მე კოჩი რა კაია, ნორმალური იქნება, იმედია ეს, მეტრო. და დაგიდა თითქოს ღაიებში შემნანი ახლა. ხო, ერთი კვირა წვიმა იქნება. სთი საპნები. ო და გაზი. კიდე საპნები მოიტანა ბებამ ესეთი. ვარდის მე სხვადასხვანაირებს წერილობ, მაგრამ ოკეი. ხო და ესეთი ეს არის აქ იზოლენტა. და მეტი რა ეს კიდე ერთი ეს არის გაზის ხო და ესენი სახეხნები ის პატარა თამუნადა მე ვიკონიაო შემოდამრიგებელმა ეს ყავაც მომიტანეს და დღეს ის ჩვენი ნაყელი გუშინ ზაზამროისა მის მოვადუღე ნელიკოთ და რა ცუდი ფოკუსი აქვს და იცი რა საშინელება იყო წყალი მარფეთ გემოვარა იქ მყავს რატო ჩვენ მოვადუღე ძალიან მე არ მომეწონა ეს კაია ყავა შეძველო თამუნასთან ხათუნან კიდო რა დაახსენდი არის მოგიკითხა რატო არ გავახსენდებოდი სულ იქ მივდივარ ყავის და ქვევად დაშობაო შენი შვილი როგორ არის არ მადლობთ თქო. სადა ხარო, სულ არ ვარ მინახე ხარ, ამდე იყო. შენ ვარ გინახი ვარ, მე უთხარი, მე ჩემი მეზოლები დადიან და შენ თაკიდულებენ, მე კიდო ფულს. კიდე შორიდან, გაშორ მე უთხარი და სპას მოაქვს ჩემი ყავარი. აი მე კაი სუნი აქვს და ბებია მეუბნებ და ცუდი არისო ჯერ მარწყვი. და შევჭამ ცოტა ხნის. მისი ბოლტნეულის წამლები ესე მისი რა ქვია. ხო. ოკეი, კიტრი და პომიდორი დაიგენ. სამი იყო. კი სამია, მანდ დავს მე სამეთ. ხამე წავალ ჩემს იმას მივხედავ აქ მარწყვიკოს. მოკლედ ეკის. აი მე რა ხარია, ბოდიშია. ხმაურებისთვის მარა ვქნა. აი აქ ესეთი რა გააკეთა. გუშინბებია, ეს არის კიტრის ჩვენი წლევანდელი მოსავალე, ესე ვთქვათ. და აი ესეთ თოკებზე ყველა დაკიდული ერთი ზომის, ამას რამდენიმე დღე ჭრიდა და აკეთებდა და ძალიან შრომატევადია, აქტილია. ამას ესე იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ესე ადის მერე ზევით ბოლომდე და მერე უფრო ადვილია, ანუ აქ ესე ამას ასუფთავებენ მთლიანად და ანუ ადვილია, გახვიდე, მოკრიფო კიტრი და ასე შემდეგ. როცა ზევით ადის პირდაპირ და არ არის დაწვენილი, თან ეს უფრო უსაფრთხოა, იმიტომ რომ არის გველები და რაღაცები და ასე უფრო უსაფრთხოა. ჰა, ჩუმათი ხა, ჩუმათ. დღეში ხარ გოგო. ნუ აქაც იგივე ხდება. ოღონდ აქ უკვე ლობიოც გვაქვს. აქ უკვე ლობიოც გვაქვს რა. ხო. მარწვი უნდა გავრეცხო და შემადმა. რატო ამაში აღარ ამორეცხე? ბაცადე. შემადმა გამახსენა რომ მარწვიტო და ბანანიტოს ისტორიებს თუ უყურებო და. ხო. აი მე მაგდრამებს მეც უყურებ ვადევნებ თვალს. მარწვიტო და ბანანიტო. რა დღეში მოვედით მარწვიტო და ბანანიტოს სიყვარულის ისტორიებს რომ უყურებ ხოლმე. და კაი მარწყვია, მარწვიტო. შენ რატომ მღალატე ბანანიტოს? კაი, ამის შევინახავ, იმას გავრიცხავ და დავისაკროთ. ბარა. ხო. ყველისნიანი არ დაიწყო და ბიბია განიცდის. მარწყვეტაებს ჭუყვე გავრეცხე. ხო და ხა დავჭრათ. როგორ მიყვარს? ხლება ვიტირო. წელს ეს ჩემი პირველი მარწყვია. მიყვარს მარწყვის თემებიც.
ყველაფერი მიყვარს რაც მარწყს მიკავშირდება გიჟდები აი ეს მგონი არ ვარგა მე რომ მოვაჭრა ინანება იხას როგორ გადავაგდო მას ამ თუდად გამოიყურებ მოვაჭრი უბრალოდ ეს ნაწილი გაია მარწყვითო ბებია დღეს ნინი რო იყო აქ ის მომიტანა რა ქვია საჩუქარი ხო მე ჩანთა და სამაჯური მე გაჩვენე ხა შაქარით დავაყაროთ ზემოდან და რო კარგად გაუშვას წყალი აუ რა კაი იქნება რა კარგი იქნება კიდე საჩუქრები დაამატეს პატივისცემას მართლა არ ვიცი რა ძალიან კარგი მეზობლები ყავს მართლა და წინა მეზობლებთან ვარ ძალიან ახლოს რა ხო და რო ჩამოვიდა მაშინაც ისეთ პატივი გუცა რა ადამიანი ჩამოვიდა და პირიქით უნდა იყოს მაგრამ წინაზეც და ეხლაც და რავი თან ახლოს ერთმანეთთან და კარგი ურთიერთობა გვაქვს უნდა მაგრამ ესეთ პატივს ნაცავი არ გცემს ძალიან ბევრი რამდენი პატივით მათ გცეს ჩვენც რა თქმა უნდა მაგრამ აი არ ვიცი მართლა ძალიან კარგი ხალხია კარგი ესეთი მეზობლები რო ყავს ძალიან კარგია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნათესავზე უფრო ახლო პრინციპში არის მეზობელი რამე რო გიჭირს რამე რო გილხინს პირველი არის მეზობელი რა თქმა უნდა მეზობელი უფრო გაიგებს აი მეზობელი რო ყავს ეგ ხო ყველაზე კარგი რამეა ეხა ახალ გინეში რო გადავალ იმედი მაქვს რომ იქ ან მე ვიცნობ უკვე იქ მეზობლებს რა თქმა უნდა მე არ მეტყობა თვალშისდე რა ჰიპერაქტიული რო ვარ და კომუნიკაბელური ვარ ძალიან მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ ხო და რა თქმა უნდა უკვე წინასწარ გავიცანი მეზობლებს ძალიან მომწონს იმართლა რომ გითხრათ ძალიან კარგები არიან ახალგაზრდებიც არის ბიური და ძალიან ესე კარგად ვურთიერთობთ ერთმანეთთან ახალი მეზობლებია ჩატიც გვაქვს WhatsApp-ით გვაქვს საერთოდ და მოკლედ ისე მე ყველაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა და ჩვენ უკვე დავიწყეთ პრინციპში რემონტი და აი მე მაქვს რომ მალე დასრულდება მალე გადავალ მალე გაჩვენებთ ყველაფერს აი მართლა ერთი სული მაქვს როდის წავალ თბილისში და როდის გაჩვენებთ ყველაფერს იმიტომ რომ ბოლოს რო ვიყავი და ვიდეოები გადავიღე ყველაზე მეტი ნახვა პრინციპში გქონდა მაგ ვიდეოებს და ძალიან მოგეწონათ და მინდა ძალიან რომ აი რემონტის დასრულებამდე წავიდე რომ აი ეს პროცესებიც გადავიღო იმიტომ რომ მე სულ მიყვარს და სულ გიჟდები ხოლმე აი ვლოგერები რო იღებენ აი ამ პროცესებს რა ხო და ძალიან მინდოდა ყოველთვის ხა მაგ შანსი რომელიც ალბათ არ მეკნება მე კაი ხანი და ასე რომ ძალიან მინდა წასვლა მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებნა რა შეიძლება წავიდე შეიძლება ელუკიტოს მიბადგე ჩემს იგარიყო და მეთქი აი დავშები შემოსტახანი ხო და ნახოთ წავედი რა თქმა უნდა თქვენც რა ჩემი აზრით წავალ ოღონდ უბრალოდ არ ვიცი როდის ისე არ მინდა დამიგვიანდეს წასვლა რომ თელმა ამ რემონტის პროცესმა უჩვენოთ გადაიაროს ან მთლად მასე არ მინდა ხო და ამიტომ ძალიან მედი მაქვს რომ მალე მოვახერხებ წასვლას დავშაქრე აი ამ ხელმწიფეში ახლა ამაზე ვიდან პატარა საინს დავაფარებ და შევდგა მაცივარში სულ ეგარი აი ისინი დავსვარე მაგრამ არა უშუალოდ ამ სახში მაინც მეორე ცხავ ჭურჭელს ყოველთვის და მაინც ჩემი გასაიწყია მაინც ამას ხეს დავაფარებ და შევდგა მე არაფერი კონი საკენოში არ უნდა შემედო კაი არა უშუალოდ მალე გამოვიდან